გელობაში და საბოლოოდ აქაც არ გამოვიდა ბურთის მოპოვება. რენატუ ისევ აზერბაიჯანელები დაეუფლნენ ბურთს. და ძალიან საფრთხო მომენტი. კონატე არ უნდა დავარტყმევინოთ, მაგრამ კარგია რომ გააგვიანა კონატე კონტა. სხვა ვარიანტები შეტევის გაგრძელების ჩარბოდა საქმე. აი ამ პაუზამ აქ ზედმეტი იყო ეს მოძრაობა, ან უფრო ადრე უნდა დაერთხა, ან პასი გაეკეთებინა თანაგუნდებს. მაგრამ კარგია რომ ეს ასე არ გამოვიდა. აი აქ დარჩა ბურთთან. შანსი და ნახოთ 0-1. წინა ეპიზოდში ვერ, მაგრამ ახლა გამოიყენა ეს შანსი ზირამ და გაიხსნა ანგარიში მატჩის 25 წუთზე. ორი მატჩის ჯამში 0-4 ხდება ანგარიში და კიდევ უფრო მეტად მძიმდება. ქუთაისის ტორპედოს მდგომარეობა. ფეხბურთელს ძალიან აფასებენ აზერბაიჯანის ჩემპიონატში და კარგი ფორვარდია. ეს შედეგიანობა იყო სწორედ იმის დამსახურება, რომ სხვადასხვა დროს ენდობოდა მას ვილის ანიოლი, აბას ეიდიევი ეს შეტევა მოსაგერიებელია, მაგრამ 0-2 და გოლი ყველაფერი ოფიციალურად დამთავრდა. სეიდიევმაც მოახერხა გოლის გატანა აიდინის შემდეგ 0-5 ჯერ მესამე ტაიმიც ორ მატჩიან დუელში არ დამთავრებულა. აიდინი მეგონა გოლის ავტორი ბოდიშ ვიხდი. ეს პასი გავიდა. გამოდის პირიქით. შეიძლება კიდევ ერთი გოლი გაიტანონ აზერბაიჯანელებმა და გადაურჩით. აიდინი იყო ახლოს დუბლის გასწორებით ნახავთ და მის დაბრუნებას რა მაშენგელია არენაზე. ეს თამაშება. აიდინი და გადარჩა აქ ქუთაისის ტორპედო მესამე გაშვებულ გოლს. კუთხურს ითხოვს კონატე. მარტინს ჟუნიორ ხანატე. არც არის პრინციპი საჭიროება, ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის. რაშად სადიქოვისთვის 44 წლის თრუნელისთვის, რომელიც 2020 წლიდან მუშაობს ამ კლუბში და მზირას ბოლოდროინდელი დარტყმა ნახოთ კარში გოშაძე და 0-3. აუვარდა ბურთი ხელიდან ვერ მოახერხა. ამ ბურთის დაფიქსირება ორივე მატჩში ტორპედო იდენტური სხვაობით მარცხდება 0-3 სტუმრად, 0-3 ირესი. არაბიძეს შეუძლია გასროლა და გაისროლა კიდეც ხარიხა. აი ამაზე საუბრობდით ორი მატჩის განმავლობაში რომ შეუძლია ასეთების გიორგი არაბიძემაც თავი გაითავისუფლა, პასიც გააკეთა დიეგო დეისაძე, დარტყმა, ბაირამოვი დამატება. აი რა მომენტებიც ბოლო 5 წუთში შეიქმნა. ეს რომ შექმნილიყო სავარაუდოდ. მწვრთნელი რომელიც თავის დროზე ბუნდესლიგის სეზონის საუკეთესო მწვრთნელი იყო, მაშინ როდესაც ბუნდესლიგაში გვარდიოლა არის გარკვეული ძვრები ამ კლუბში ეს ნახეთ. არაბიძის დარტყმას ვნახავთ ახლა კარში ზუსტად, მაგრამ ბაირამოვი ბურთხელებში დაიჭერს. ნახეთ მენეჯმენტის ცვლილება, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა და ასე შემდეგ, ფინანსური ვნახეთ. იმედი დავიტოვოთ რომ მომავალში ვითარება გაუმჯობესდება. რაც შეეხება გორის დილას, დინამო თბილისს და იბერია 1999-ს, ისინი აგრძელებენ გამოსვლას ევროპულ ტურნირებზე და უსურვოთ წარდგენა. ამერა შაიშმალაშვილი და შანგელია ვიყავით თქვენთან ერთად უკეთესი სიმედით გემშვიდობებით. ახონდეს.